ცხეთაში სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ერთი შეხედვით ეს უწყინარი ნაგებობა შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი გახდეს იმისა, რომ ქალაქ მცხეთას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნას. საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 36.4 ვკითხულობთ. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის სრულებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება ძეგლებისთვის 300 მეტრის რადიუსით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისთვის 500 მეტრის რადიუსით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისთვის 1000 მეტრის რადიუსით. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ნებართვა სამთავროს ეკლესიასთან სამშენებლო სამუშაოების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში გაიცა. მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მშენებლობამ ყურადღება დაახლოებით 2 თვის წინ მიიქცია, რის შემდეგაც მოხდა დოკუმენტაციის შესწავლა და გაირკვა, რომ გაცემული ნებართვა არ შეესაბამებოდა სამშენებლო სტანდარტებს. ჩვენ ეს მასალები გადაუგზავნეთ, ესე იგი, პროკურატურას და მიმდინარეობს მისი შესწავლა. პარალელურად მესაკუთრეს მივეცით მითითება და გათვალისწინებული რაც არის ღონისძიება გატარდა ის და ეს იყო ადმინისტრაციული ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით. როგორც ირკვევა, შენობის მფლობელი მოსამართლე მიტო ხინაშვილია. მასთან პირადად დაკავშირება ვერ მოხერხდა. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა კი მისი პოზიცია გაგვაცნო, რომლის თანახმადაც ხინაშვილმა შენობის პროექტი 2013 წელს შეათანხმა. მშენებლობა კი 2014 წელს კანონის ყველა წესის დაცვით დაიწყო. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან არ ამოიღონ. ანალოგიურად ფიქრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც. ჩამოყვანილი ყავდა არაერთი ექსპერტი, იკომოსის წარმომადგენლები, რომლებიც ერთად ვზრუნავთ, რომ ჩვენ გაკეთდეს თავარი, რაც მცხეთაში ყოველთვის პრობლემა იყო, ქალაქგეგმარებით, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის არარსებობა. აი ესეთი ქმედებები, რაც დღეს გუშინ განხორციელდა და რაც დაწყებული აქვს ვიღაცა პიროვნებას მშენებლობა, რა თქმა უნდა შეაფერხებდა ძალიან საზიანო იქნება. და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმკაცრესად შეფასება. იუნესკოს კონკრეტულად ამ ადგილთან მიმართებაშიც, რაც შეეხება სამთავროს ტაძრის ზემოთ განაშენიანებას, ვიდრე ბებრის ციხემდე, აქვს თავისი დამოკიდებულება. ეს არის ისტორიული ადგილი, ეს არის სამაროვანი. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ხნის წინ დაიწყო აქტივობა სამშენებლო და მაშინვე აღმოჩნდა უძველესი საფლავების ამარხები. მცხეთის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ქალაქ დაგეგმარების დოკუმენტაციის შექმნა. ეს იქნება საფუძველი, რომ სამომავლოდ ისეთი ტიპის შენობები აღარ აშენდეს, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს მცხეთის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნას. რაც შეეხება აღნიშნულ მშენებლობას, ის ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა როგორ გადაწყდება სამომავლოდ მისი ბედი უცნობია.